მოგესალმებით ძვირფასო მეგობრებო, მივესალმები სახაზავის ერთგულ გამომწერებს, ასევე იმ ადამიანებსაც მივესალმები, ვინც პოტენციური გამომწერები არიან ჩვენი და შეგიძლიათ ეხლავე გამოიწეროთ ჩვენი არხი, გააქტიუროთ ზარის ღილაკი და ბევრ საინტერესო ინფორმაციას დაელოდოთ. ახალი გადაცემა დავიწყეთ, როგორც ხედავთ, ძალიან ბევრი საინტერესო სტუმარი გვეყოლება, ვისაუბრებთ საინტერესო თემებზე, რა თქმა უნდა, იქნებიან სტუმრები სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები და დარწმუნებული ვარ, რომ სასიამოვნო გადაცემები გამოგვივა. რაც შეეხება ჩვენს ერთგულ მაყურებლებს მოგმართავთ, რომ ვიცი გაგიჩნდებათ კითხვები, ბადრის როდის დავიწყებთ, როდის დავდებთ ახალ ეპიზოდებს, თუმცა ამასთან დაკავშირებით, ზუსტად ერთი კვირის შემდეგ აუცილებლად გვეყოლება სტუმრად ერთ-ერთი ბადრელი, თეიმურაზ ნიქაბაძე, იგივე ლექსოს როლის შემსრულებელი, არხ სახაზავის გენერალური მენეჯერი და დირექტორთა საბჭოს წარმომადგენელი და ის ამომწურავად ისაუბრებს, ხოლო რაც შეეხება ჩვენს დღევანდელ პირველ სტუმარს, ეს გახლავთ ბატონი დავით ოქროპილაშვილი, იგივე დანტესი, შეგიძლიათ ოვაციებით მიესალმოთ. როგორ ახარ ძლივს მოხვედი ჩემამდეც მოკლედ. გამარჯობა დავით. ეს ძლივს მოხვედი. როგორ ახარ? მოშენ როგორ ახარ გილოცავთ ახალი გადაცემის დაწყებას და წარმატებები. გაიხარეთ ჩემო. კაი ფეხი ახო ჩემ ზიანბობენ და ვნახოთ რა. კი, სხვათა შორის უფრო მეტი მინდოდა მე საუბრა დავიწყე, იმიტომ რომ ძალიან კაი პიროვნებაა. პირველ რიგში ჩემი მეგობარია, კარგი ფოტოგრაფია და ბოლო პერიოდის ვიდეოებს თუ გადაავლებთ მაყურებლები თვალს, ნახავთ რომ ასევე ძალიან კარგ საქმეს აკეთებს ქველმოქმედებაში. გაიხარეთ. თავიდან ბოლომდე გადაიშვა და ძალიან კეთილ საქმებს აკეთებს. აბა მომიყევი ხა დავით, პირველ რიგში როგორ გადაიარე ახალი წლები? საკმაოდ კარგად, ძალიან ძიმე დღეები გქონდა ახალ წლამდე ბოლო დღეები ვერ გამოგვიწია მისვლა. ზოგადად ცალკე მუშაობაც მიწევდა ფოტოების გადაღება რაღაცები, მაგრამ ოჯახებში ბევრი მისვლა, ჯერ უცხო ხალხთან მისვლა, დახმარება რაღაცები და მე უკვე საკუთარი ოჯახის წევრები, ახლობლები, პირველი 2, 3, 4 დალევა კეიფის მაჭამა და რა ვიცი. მაგრამ ყველაფერს ასწრებს. უნიკალური ადამიანია. მე რაღაც კითხვები მქონდა დასასმელი, მაგრამ სავარაუდოდ ისე ერთ წინადადებაში ამომწურავად გააკეთე ყველაფერი და შეგვიძლია დავასრულოთ გადაცემა. კარგად ბრძანდება, გაგიმარჯოს. მართლა უნდა აღვნიშნო ხაზგასმით დავით, რომ ძალიან კაი საქმეს აკეთებ, განსაკუთრებით აი ეს ბოლო 2 ვიდეო ქონდა და იმ ბავშვსაც აქედან დიდი მოკითხვა. გიოს მოკითხვა დიდი, რომელმაც მართლა კეთილი საქმე. კი, აი ძალიან კეთილი საქმე გააკეთა და მე შენც რა თქმა უნდა კეთილი საქმე. კი, მე უბრალოდ კარგი ადამიანების გვერდით დგომით კეთილი საქმეს ვაკეთებ, მაგრამ აი ქველმოქმედი ჩემზე ცოტა ისეთი ნათქვამია ეხლა. შესაძლებლობა მაინც უნდა ქონდეს რაღაცა ისეთი მომწოდებელი ხარ? ხო, აი ეს ადამიანები ვიც გვერდით მიდგანან, უფრო და უფრო იზრდება იმ ადამიანების რიცხვის აბედნიერად და ჩვენ შეძლებისდაგვარად უფრო ბევრ ოჯახს ვახარებთ, ვცდილობთ ყოველ შემთხვევაში რომ გავახაროთ. სოციალურ ქსელებში შენ ძალიან ისე გაცნობიერებული ხარ. იგივე TikTok-ი, Facebook-ი, YouTube-ზე ხალ ამობ. დიდი საპრიზო კატეგორიებშიც პირველი ადგილი დაიკავე და რა ვიცი ახლა ჩემი აზრით, კარგად ხარ მაგ სფეროში. არვენტური. კი ბატონო. შენი აზრით რამდენად შესაძლებელია და რამდენად ისეთი მარტივი იქნება ქუთაისში მსგავსი კონტენტების შექმნა და გაკეთება? რავი, ჩემი აზრით, აი ერთ-ერთი ის რომ ქუჩაში ხალხთან ურთიერთობა სადაც გიწევს, მე ჩემი გამოცდილებით რასაც ვამბობ ხა, ძალიან მარტივი იქნება, ბევრად მარტივი იქნება ჩემი აზრით, აი ქუჩის კონტენტი, მედიის სურვილიც მაქვს. დროის პრობლემა მაქვს, ეს სურვილისიც მაქვს, იმიტომ რომ ადამიანები ძალიან უშუალო არიან ახლა აქ თბილისშიც თავისთავად ყველგან, მაგრამ ქუთაისში ძალიან მარტივი არის, დაგვეთანხმებიან, ვიცაც აქ გამოცდილი ქუთაისის ქუჩებში რაღაც გადაღებები, რომ ადამიანებთან ურთიერთობა ძალიან მარტივი არის. ბევრ საინტერესო რაღაცას თითქმის ყველას იცნობს, ხო? ბატონო და ბევრ საინტერესო რაღაცას ტიპაჟებს აწყდები თვითონ ისიც. დავით, აუცილებლად მაკითხო ეხა იძახი რომ ქველმოქმედი არ ვარ, მაგრამ ჩემი აზრით და ბევრი ადამიანისთვის ხარ, შეიძლება შენ არ გაქვს იმ ხელა საშუალება რომ პირადად გაიღო რაღაც თანხა იქნება თუ სხვა რესურსი, მაგრამ ისეთი ბრწყალებში რო ვთქვათ, რუპორი გაქვს ამ სოციალური ქსელებით, რომ ძალიან ბევრი ადამიანი ჩართი ამ ყველაფერში. კი ბატონო. მესმის, კარგ საქმეს აკეთებ, ბევრს და უმეტესობას მოწონს, მაგრამ დარწმუნებული ვარ არის ადამიანები, რომ რაღაცას მაინც რო ნახულობენ ადამიანებში და ეძებენ ასეთი შემთხვევები, თუ გექნება არა, ვიცი რომ გექნებოდა აუცილებლად და ბევრი მქონია. რავი, ერთ-ერთი, ზოგადად ეს სიტუაცია იმასაც ვიტყვი, მაგრამ ეს სიტუაცია საიდანაც დავიწყე,
პირველი ვიდეოები რაც გადავიღო იყო ქუჩის ფოტოგრაფიის ვიდეოები. ეხლაც ვიღებ ფაქტუალურად უბრალოდ ხშირად ვერ ვახერხებ ამ პერიოდში გადაღებას ქუჩის ფოტოგრაფიის და ვაკეთებ ეგეთ სიუჟეტებს თავიდან შორიდან უღებდი ხალხს მე დავიწყე ახლოს მისვლაც და გასაუბრება და პატარა სიუჟეტებს გაკეთება და ერთ-ერთი პირველი რის გამოც აქამდე მოვედი ახლა დღეს და გვიწევს ესე მასიურად ამ ხალხის დახმარება და აღმოჩენა და შემდეგ დახმარება იყო რომ ერთი ბაბუ აღმოვაჩინე ქუთაისის ქუჩებში ძალიან კაი ტიპი ნიკო ბაბუ რაც ცილინდრი თავზე ძალიან ქუთაისურ კაი სტილში იყო და მივედი ფოტო გადავუყე და თან საუბარში შევყევი რომ ჭავჭავაძეზე მივდივარო და თუ რამე წამოვალო იქეთ წაგიყვან მე თქო მე ვთხარი და რომ მინდოდა რომ სიუჟეტი ყოფილიყო ქუთაისში რა მოგწონდა რა არ მოგწონდა ეგეთ თემებში რო ესაუბრა ისე აღმოჩნდა რომ იყო 85 წლის კაცი და არ ცოლი ყავდა არ ჩვილი და უპატრონოთ და ცოლი მეიყვანე და ამნაირად ძალიან ძიმე სიუჟეტი გამოვიდა ხო და რო ავტვირთე ეს ვიდეო მე ყველამ ის გააკეთა რომ ტაფები დამეწვა რა აღარა მაქვს ტაფები ეგრე ამბობდა და შეუძინოთ ტაფები რაღაც ანგარიშზე ჩავრიცხავთ და აი მაქედან რო დაიწყო თითქმის მე ვეღარ გავჩერდით უკვე იმიტომ რომ ამ ეს რო დაინახეს სხვაზე დახმარებას მომდათ რაღაც და ეგრე გავყიდე კაია ზუსტად მაგაშია მე ქვემოქმედება მან იყო აი რატო გამახსენდა ახლა ნიკო ბაბუ ერთი ვიდეო გავაკეთეთ ახალი წლის ღამით 9 საათიანი ვიდეო გამოვიდა ერთ-ერთი ყველაზე დიდი ვიდეო ნიკო ბაბუს მივაკითხეთ მეორე ჩასვლა იყო ვეძებ სახში არ დაგვთან რაღაც ძალიან ბუნებრივი რაც ხდებოდა არანაირი დადგმა და ერთი მომენტი არის ესე ტელეფონზე თან ვსაუბრობ და ნელა მივდივარ ამის საათებში ვესაუბრები ნიკო ბაბუს მეზობელს რომ ვერ ვნახულობთ ხო რა ხო არ იცით რაღაცა თქო და უნდა უთხრა ეს და იმაზეც ვერ მიპასუხა ანუ არ იღებს და ეს კადრი მაქვს ჩასმული ერთადერთი რომ რეალურად ვეძებთ და იქ მივედით ბოლოს ნახეთ ნიკო ბაბუს სახლში ნაცვისხე მიუტანეთ საწოლში იწვა წამოხდა გაუხარდა და ძალიან პოზიტიური ვიდეო გამოვიდა და ეს ვიდეო როგორც გაიტვირთა მეოთხე თუ მეხუთე წუთზე რანაირად მოასწენა არ ვიცი ბოლომდე არ აქვს ვიდეო ვაშკარად ნახე და იმას და ყველაფერი კარგია ამდენ სიკეთეს აკეთებთ მაგრამ ტელეფონზე საუბარი მანქანის დროს რასაქციელია ბიჭო რა მაგალითს აძლევ ახალი გაზდებს და კაროჩე რა ეს ადამიანი მართალია ხო არ უნდა ისაუბრა რა შეიძლება მართალია მაგრამ ამ ხელა ვიდეოში მარტო მაგას რო უყურებ კიდე რა იყო არ არის გამორიცხული ვიღაცამ დაგიწეროს კაია კაი ბიჭი ხარ მაგრამ წვერი გაიპარსე კიკინა კიკეთია რა ხელმოქმედი თუ ხარ გიგული ხარ შენ თავისთვის არ მოგივლია სხვა უნდა მიხედო და რა ვიცი არის რაღაცეები ესეთი არა უშ თავიდან უფრო ვაქცევდი ყურადღებას მე იმდენი კაი კომენტარი მოდის აი 1000 კომენტარი რო კაი იქნება და 1001 ნეგატიური იგი შეიძლება ვერ ნახო თუ ნახე კი უბრაზდები და კი მწყდება გული მაგრამ მაინც ვატარებ რა არ მიაქციო დავით ყურადღება გააკეთე შენი საქმე კეთილი საქმე გააკეთე რა ვიცი გაახარე ის ადამიანები კეთილი საქმეში გულისხმობ რასაც ეხა ბოლო პერიოდში აკეთებ ასევე იმ ადამიანებს გახარებას გულისხმობ ვისაც ჩუმაუღებ და ვითომ რო არ უნდა გადაღება მაგრამ მე ძალიან მოწონთეგენი ნახე გვაქვს ყველა და მინიმუმ ერთ წამიან პოზიტივს ჩუქნი ადამიანებს და კაი რაც მეტი ადამიანი იფიქრებს რომ ესე პოზიტივი გასცეს მე ყველაფერი კარგად იქნება მარტივი პოზიტივის გაცემა რა ვიცი ძალიან მარტივი საქმე არის ჩემი ასეთ უნდა იყო პოზიტიურ ტალღაზე შენც და მე დავით წარმატებები მინდა გისურვო კი არ ვამთავრებთ ამით უბრალოდ ეხა ჩვენც გვინდა შენც პოზიტივი კი ბატონო ცოტა ხანი შეგიქმნათ პოზიტიური გარემო და კითხვები უნდა შემოვიდეს ეხა ჩვენთან რომელსაც ერთმანეთს დაუსვამთ და პროდიუსერებმა იზრუნოს ამაზე არც მე ვიცი შენი კითხვები, არც შენ იცი ჩემი კითხვები და მეგონი უფრო ისე სახალისო ვარიანტი. მე ვიცი ზუსტად იცი, შეიძლება შენ კი იცი. არა, დამეფიცება რომ არ ვიცი. აი ბატონო, უფრო საინტერესო იქნება. დავით, მე როგორც მასპინძელი სტუმარს დაგითმო, შემიძლია დაგითმო? თუ გინდა მე როგორც სტუმარი პატარა კითხვა სამოვიღებ, ბევრი წაკითხვა დამჭირდეს. თუ რამე ისეთია, შეგიძლია შენი ინტერპრეტაცია. მელოტი რომელიც გაქვს. აჰა. არ თქვა რომ არ გაქვს. გაკომპლექსებს თუ არა? აჰა, მელოტი რომელიც მაგაკომპლექსებს თუ არა? არა, მე მელოტი არ მაქვს, იცი? სხვათა შორის ერთ-ერთ კლინიკაში ვიყავით მეების გადასანერგად და მითხრას რომ მელოტი არ მაქვს. ეს უბრალოდ თმა არის ესეთი, რომელიცაც სხვა ვერ ხედავს, მაგრამ მე აი დიდ ეკრანზე მიკროსკოპით ხედავ, დამანახეს კიდევაც რომ მაქვს. ასე რომ ყველას მოუწოდებ მეგობრებონო, თუ ჩემი მელოდის დანახვა არ გინდათ, თვალებით გააკეთეთ ფოკუსი, როგორც ის პატარა მიკროსკოპი აკეთებს და იმ პატარა დრაფტებს დაინახავთ, რომელიც არ ჩანს. ნამდვილად ჩვენი ირჩევა იყო. ანუ არ გაკომპლექსებს.
არ გაკომპლექსებს და არც გაქვს. მაგკომპლექსებს სადღაც მაგიტომაც მივედი გადასანერგად. გასაგები. საბოლოოდ გადავინერგა და ქუდიც მაგიტომად და არანაირი იმიჯი მეგობრებო. არ მიყვარს ქუდები. კარგია. ეს იყო ჩემი პირველი. კი ბატონო. აქ ძალიან კაი თმა მაქვს. აი, ნახეთ. როგორი თმობს. დანტესას. აი, ჩემი ჯერი. შენი ჯერი. კი ბატონო, ეს არის. ეს არის. ესე იგი. ანუ ხერხული. წარმოიდგინე დრო არ არსებობს. ანუ ისე დრო წარმოიდგინო, ფოტოაპარატი არ არსებობს და როგორ ფიქრობ, რა პროფესიით იქნებოდი დაკავებული დავით? გავიცი. ალბათ ნიჭი არ მაქვს, მაგრამ იმ ეპოქაში მხატვარი ალბათ დავხატავდი ხალხს რომ დავინახავდი. ისე სხვათა შორის ისეთი იმიჯი გაქვს შენ ჩაცმის, რომ უეჭველი მხატვარი გონი ხარ ყველას. ხო, ანუ როგორ ვხატავ იმიჯი მაინც მქონდა ესე ეგეთი და ფოტოაპარატით ვხატავ. და ერთ ადამიანს მაგონებ კიდე დავით ძალიან გავხარ ერთ ბიჭს. ისო. მაყურებელიც მიხვდება მაგას მე მგონი, ვისაც გავს მეგობრებო და ისიც კაი საქმეს აკეთებს სხვათა შორის ვისაც გავხარ. კაი ხანია ადრე გამოვიცხოვროთ უბრალოდ. ანუ მხატვარი იქნებოდა დავით. ალბათ მხატვარი იქნებოდა. უნიჭო, მაგრამ მხატვარი. რა მიმდინარეობა? ლოთი მხატვარი თუ ისეთი მხატვარი, აი, კაი მანქანით რო დადის და? არა, კაი. ნამდვილი მხატვარი, ანუ ლოთი მხატვარი. ლოთი მხატვარი, ხო. ნამდვილი მხატვრები არიან ლოთი. ხატავს და მისი გარდაცვალების შემდეგ ფასდება მისი ნახატები რამაგნად ხატავს. იმიტომ რომ უმეტესწილად კაი მხატვრები ლოთებია. ხო, და მერე დაფასდე. თუ იცი რატო ლოთდებიან? კაი მხატვრები. არა, ზოგადად ხელოვანი ხალხი რატო ლოთდება? რატო? იმიტომ რომ ხელოვან ხალხს არ აფასებენ და სხვა გზა არ არის. აჰა, გასაგები. ჰონორარის მაგივრად დასალევსიდებიან. მაგიც არის ისე, ხო. კი დავით, ეს მართლა ძალიან დავიწყებ. კინეული თემა იყო. კი ბატონო, ბატონი დავითი ისევ? ეს. დანტესი. იმედი ამაზე სულ კითხვა არ იქნება. ეს პროდიუსერის ხრიკი ეს. ხო არა, ის ჩამოწერილი არის. ესე იგი, დაალაგე 5 იუმორისტის სიძლიერის მიხედვით. მეხუთედან პირველ ადგილამდე, ასე წერია. ბექა ონიანი, ვასო ფხაკაძე, ნიკა გრიგოლია, მიშა ანდღულაძე, გივი პაპა. და გივი პაპავასთან წერტილი არის დასმული. მოდი მაშინ. ნიშანი. ანუ მეხუთედან დავიწყო? ხო. მეხუთედან დავიწყებდი, მაშინ არ ეწყინოს არავის რა. აქედან ყველას ვიცნობ ფაქტიურად, თითქმის ყველას ვიცნობ. მოდი ესე დავიწყებ, ბავშვობიდან უყურებდი ამ ადამიანებს უმეტესობას გივი პაპავას გარდა. ესე დავიწყებდი ვასო ფხაკაძე. ანუ ეს მეხუთე ადგილიდან მეხუთე ადგილიდან ანუ ხუთეული არის აქ საუკეთესო. ძლიერდებიან, ახ საუკეთესო ხუთეული. საუკეთესო ხუთეული. ვასო ფხაკაძე. გივი პაპავა. ბექა ონიანი, მიშა ანდღულაძე და ნიკა გრიგოლია. ნიკა გრიგოლია ყოველთვის იყო ჩემთვის ნომერ პირველი იუმორისტი და გასაგები. ძალიან პირველი ადგილიდან სწრაფად წავედი. ბევრ რაღაცებში ვენთხოვდი, მაგრამ ჩამონათო. და ვისურვებდი რომ ოდესღაც შეიქმნას იუმორისტული გადაცემა საქართველოში და ნიკა გრიგოლიაც იყოს იქ. და კიდე სხვა იუმორისტები მეგობრებო და საერთოდ იუმორისტული გადაცემები შეიქმნას. რაც ეხლა ჩემი ჯერია, ხო? ჩემი ჯერია, კი. კაი. გაიხსენე ბავშვობაში მასწავლებელს თუ ცემი ხარ და როგორ? ცემი. აი მაგათი თუ გადმოუბრუნები ხარ და სკამის ფეხით ესე ცემა ეხა არა იციან ხოლმე. სად იყო ჩვენ დროს ცემა, ხო? არა, მერხის კასტეტით რაღაცებს გირყამდნენ, მერხის ინგრესობა. ჩემზე ეგეთი არ ყოფილა, ერთადერთი რაც მახსენდება, ისეთი იყო, ჩემი რუსულის მასწავლებელი იყო, სახეს და გვარს არ ვიტყვი. ანუ ყური ამიწია, ოღონდ რისთვის და ანუ ერთადერთი რაც მახსოვს ყველაზე ისეთი კონფლიქტური მოკლედ მოვყვები ძალიან ბავშვობაში რაღაც ბრმანაწლავის პრობლემა შემექნა, გამისკდა ბრმანაწლავი. და ოპერაცია გავიკეთე, 2 თვე არ მივსული ვარ სკოლაში და წესით ბრმანაწლავს ერთი კვირა უნდა, მაგრამ კაი. გამისკდა, როცა გაგისკდება გიოპერიტონიტი, როდესაც მიდის უკვე აპენდიციტია საუბარი და გასაგები. და როდესაც აი კლასელები მოვიდნენ 1-2 სახლში იყვნენ, რაღაც და 2 თვე ვერ მივედი რა იქ სიტუაციიდან გავამდე და გამოვკეთდი და მივედი სკოლაში და დაიწყო ისე რომ ამ 2 თვის მე პირველად ვარ მისული სკოლაში და მასწავლებელს ვნახულობ რუსულის გაკვეთილია და არ ვიცი რატო გადაწყვეტა რუსულის გაკვეთილზე არც მანამდე არ მისწავლია დიდად ისენი მაგრამ რატო გადაწყვეტა რომ 2 თვის დაბრუნების მერე მეცოდინებოდა ანუ რატო რა გვექნებოდა ისე არ ვიცოდი და ესო ადექი მოყევი გაკვეთილიო და ასე მაშინ ზოგიერთ სკეჩებში რო ასე რო ვაკეთე მე მასწავლებელი რა მოყვე მასწავლებელი ხარი ცოცხალი რო ვარ კაია მიხარია და მე ვიდა და შენ როგორ კატლოფო და ერთადერთი მაგ სიტუაცია იყო ამიწია ყური რას ქვია არ იცი გაკვეთილიო და რა ქონდათ გაკვეთილად გაკვეთილად რა მქონდა და მქონდა პუშკინის ლექსი მოსაყოლი თურმე ახლა უკვე ხვდები რასაც იტყვის მეგობრებო აი ხო მაგ სიტუაცია იყო ზუსტად
პუშკი მე ანუ წავიკითხავ თუ გინდა მეთქი რა არ ვიცი ახლა მაგრამ წაკითხვით წავიკითხავ და ავდექი და ისე საშინლად წაკითხვითაც ისე საშინლად წავიკითხე ეს რუსული ლექსი მიაკის ნაკები და ტვორდის ხო ნაკები რაღაცეები იერო 10 კი რა ახლა არ მახსოვს რაღაც იერო 10 კითხება თუ რაღაცა ხო რაღაცეები და ისე საშინლად წავიკითხე შენო პუშკინიო ხელმეორედ მოკალი ახლაო და მაშინ დანტესი ყოფილი და მის მერე დაგერქვა დანტესი ხო აქედან მოყოლებული მოდის კი აი იცი და ყველა ეს მაგარი სახელია საოცარი ისტორიით ჩემო საყვარელი რუსულის მასწავლებელი აი ბატონო დავით ახ შენჯერია ხო კი ბატონო ორი არის დარჩენილი ბრმანაწლავი ხო არ გაწუხებს ახლა არა გავუში უკვე აღარა ბრმანაწლავი კი ბატონო ეგრე რატო არ დავით შენჯერია შეგიძლია შენჯერია დავიწყე ამისვა მორიგი უხერხული კითხვა ო ესეც უხერხული იქნება ახლა წეხანდელზე მეტად არ ამგონი დაასახელე ორი კარგი და ორი ცუდი ქართული ფილმი ორი კარგი და ორი ცუდი ნუ ჩემთვის პირველი ქართული ფილმი არის ცისფერი მთები ან ტიან-შანი ეს კარგი და საუკეთესოა ჩემთვის თავისი იუმორით რაღაცნაირი იუმორით მეორე ფილმი აი იმდენად ეს კაია ჩემთვის მეორეს ახლა მეორე ქართული ფილმი აუ ბოლო თაობაში აი ჩვენი თაობისთვის რაც იყო საყვარელია ჩემთვის საყვარელი ცხელი ძაღლი აჰა ფილმი რა სერიალია მაგრამ მოდი ფილმში ფილმია რა სერიალი სერიები ჩაიბარებ როგორც კი ბა ჩაიბარე შენ და ორი ცუდი ხო ორი ცუდი აუ ორი ცუდი რა და გისახება ორი ცუდი ფილმი აუ არ ეწყინოს ვინმეს რა ვიცი ისეთი თქვი მე მაგრამ ცუდი ჩემთვის თუ და ცუდი ეგ არის რავი პირდაპირ ცუდი არა უბრალოდ მსახიობებზე კი არ მაქვს მსახიობებს თამაშზე უბრალოდ რაღაც აი ფილმური ეფექტები ისე ნაირი იყო რომ არ იყო რა შეიძლება საშუალების გამო აი მაგალითად 27 დრაკონში ბუღა იყო ესეთი პერსონაჟი და შუბში ხდება ტყვია და რამოდენიმე წამის მერე აი რაღაცებს აკეთეს აი თქვენია რაღაცა და მერე კვდება აჰა წაიინდურებს წაი ბოლივუდებს და ბუნებრიობა თუ არ არის კადრში მერე ისა მიმზიდველი არ არის მაყურებლისთვის ერთ-ერთი ეს იქნებოდა ალბათ მეორე გიორგი მეორე გვაინტერესებს მოდი მეორეზე თავს შევიკავებ იმიტომ რომ იქაც ბევრი ვარსკვლავია და რა ვიცი ცუდი ადამიანი არ გამოვიდე მერე და კრიტიკოსი. ამიტომ კრიტიკოსი მე კინოკრიტიკოსი არა ვარ, ჩემთვის დავიტოვებ რა. მაგრამ არის არაერთი. რამდენ ლაიქზე იყო ეს ვიდეო, რამდენ ლაიქზე უნდა ავიდეს რომ ეს ვიდეო ძალიან ბევრი ლაიქზე უნდა ავიდეს, ჯერეთი რომ პირველი გადაცემაა, სადებიუტოა, მსგავსი ამპლუაში არ ყოფილი ვარ, პირადად მე. მე ის რომ პირველი გადაცემა რომლის წამყვანიც ვარ და დარწმუნებული ვარ რომ მეორე მესამე გადაცემების მე უკვე უფრო დავხვეწათ ამ ყველაფერს და დაიხვეწება თუ არა მე სხვანაირი გავხდები აუცილებლად ვისწავლი სლენგებს, პლეისმენტს და შემდეგ. კაი ბიჭი. ძალიან დიდი მადლობა. არა მოიცა რა მადლობა ბატონო დავით ეხი უხერხულობაში უნდა ჩაგაყენო კიდე ერთ უხერხულ მომენტში. დაასახელე ერთი ცნობილი ხალი, რომელსაც ცოლად მოიყვანდი და ერთი რომელსაც არასდროს მოიყვანდი ცოლად. ცნობილი ხალი. ვიცი ეს კითხვები ახლა გაწუხებს, როდის მოყავს ცოლი და ბარემაც გითხარი ახლა ცნობილი ქართველი ხალი, რომელსაც მოიყვანდი. ქართველი არ ეწერა მან შემოკარგა მინდა გითხრა გადავხედოთ კიდე ერთ. სორი ხარ არ ეწერა. ცნობილი უნდა იყოს. ცნობილი უნდა. აუ იტყვის ახლა ჯენიფერ ლოპეს და ვიღაცებს. რატო? აი, ცნობილი ხალი. ცნობილი ხალი, რომელსაც ცოლად მოვიყვანდი. ხო. რა ვიცი. აი, დღესვე შეგვიძლია აი თქვათ ფიალებით მიდიხარ. რა არის ეხლა? უნდა უმღერო და ჯერ ვერ ნახე ეგეთი მეთოდი მოყვანა რა პრობლემაა, მართლა მოვიყვანდი. არა, მაგის პრობლემა. ქვეყანაზე რომ ყველა ხალი არსებობდეს ის ერთი ვინ გინდა რომ არსებობდეს ვიღაცა ის უცებ გაიხსენე. წარმოიდგინე წამზომი ჩართულია, ხრება ქალების უმეტეს ყველა ქალი ხრება და ერთი უნდა დაგჭირს. ვისაც ცოლად მოიყვანდი და ან ცოლად არ მოიყვანდი, მაგრამ ახალგაზრდულ პერიოდს გაატარებდი ჯიგური. ბავშვობიდან რაც ქონდა მეგან ფოქსი მყავდა ერთი ეგეთი. ეს ბავშვობა შეეხო მაინც და მეგან ფოქსი შეეხო გასაგებია. ეგეთი იყო ერთი. აი ეხლა ვისაც არასდროს არ აი კუნძულზე რო დაგტოვო იმ ქალთან ერთად. დიქტატორის სცენი შურდა. დიქტატორის სცენი შურდა და. ეხლა კუნძულზე რო დაგტოვო ქალთან აუ სახელი არ ვიცი იმის რა. 1-2 წელი სახელი არ ვიცი იმ პიროვნების, ანუ იმ ქალის? იმ ქალის. სად თამაშობს, აზღერის. თამაშობს, ანუ ისეთ ცუდათაც არ გამომივიდეს, ეხლა, მაგრამ თავის თავს უნდა დააბრალოს, მაგრამ ქართველია? არა, უცხოელი არის.
თავისთავად დაიმახინჯა პლასტიკური ოპერაციებით საშინლად არც სახელი მახსოვს არც ის ფოტოები მახსოვს უბრალოდ ბავშვობაში რომ მომივარდებოდა ხოლმე რაღაცაზე და ეკალი იყო ვიღაცას ფიქრობდი რომ ხალიც არაა მე მგონი თქო არ ვეხები სიმახინჯეს უბრალოდ თავისთავად დაიმახინჯა პლასტიკური ოპერაციებით და არც სახელი ვიცი არც პლასტიკური ქირურგიის წინააღმდეგი გახართ ბატონო დავით გადამეტებულად და ზედმეტი რაოდენობით რა თქმა უნდა ანუ ეხლა მე თუ თმას გადავინერგო ეგეც პლასტიკურში გადის როგორც იცი ძალიან თუ გადაინერგო და ამეებს თუ ავიწევ ხო აქაც აი ყოდან აქაც თუ ესენი გექნება და აქ თქვა ნიკას დავიგძელებ ეს ცუდი ამბავი იქნება შეიძლება არა და მე მეოთხე მეხუთე ეპიზოდის შემდეგ მინდოდა ეს გამიგდება მოკლედ დავით ძალიან დიდი მადლობა გაიხარებიო ძალიან საინტერესო საყვარელი კაცი ხარ და ჩემთვისაც აი ესეთ ფორმატში პირველად მომიწია სტუმრობა რაღაც ესე კი ბატონო როგორ საყვარელი კაცი ხარ ესე საყვარელი გადაცემა გამოვიდა ჩემთვისაც წარმატებებს გისურვებ კიდე ერთხელ და ყველაფერი კარგი მინდა გისურვოთ 2025 წელს გილოცავთ კიდე არ ვიცი როდის გავა ეს უღრმესი მადლობა კი აუცილებლად მალე დაიდება ეს გადაცემა დაილოდეთ ძვირფასო მეგობრებო შემდეგ ეპიზოდს საინტერესო სტუმარი გვეყოლება როგორც იცით სახაზავის გენერალური მენეჯერი დირექტორთა საბჭოს წარმომადგენელი ბატონი თეიმურაზ ნიქაბაძე და ვისაუბრეთ ბადრიზე და სხვა საინტერესო თემებზე დროებით